I think it's always interesting to work with a first-time director. ბრიტანელი მსახიობი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტიმ კარიმ მსოფლიო მასშტაბით ვარსკვლავის სტატუსს 1970-იან წლებში საკულტო საშინელებათა მიუზიკლ The Rocky Horror Picture Show-სა და მისი კინოადაპტაციის მთავარი როლის, ფრენკენფურტერის როლის შესრულების შემდეგ მიაღწია. ტელემაყურებლებს კი თავი კლოუნ პენივაისის როლით დაამახსოვრა. საკულტო კლოუნის როლს ის 1990 წლის საშინელებათა ჟანრის მინი-სერიალში სახელწოდებით ის ასრულებდა. კინოსა და ტელევიზიის გარდა ტიმ კარის წარმატებული კარიერა ჰქონდა თეატრშიც. მას პრესტიჟული ტონის ნომინაცია 3-ჯერ აქვს მიღებული. სპექტაკლებისთვის ამადეუსი, ჩემი საყვარელი წელიწადი და სპამალოტი. ბრიტანელმა მსახიობმა 2012 წელს მძიმე ინსულტი გადაიტანა, რის შემდეგ სხვადასხვა ფილმებისა და ანიმაციების გახმოვანებაზე მუშაობდა. მათ შორის ის ვარსკვლავური ომების ანიმაციურ სერიალში კლონების ომები იმპერატორ პალპატინს ახმოვანებდა.